პირველ ივნისს, როდესაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება და ქვეყანა ხვდება ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოწვევებით. საუბარია იმ მოზარდების და ახალგაზრდების ბავშვების რაოდენობაზე, ვინც სოციალური შემწეობას იღებს უფრო კონკრეტულად და ვინც არის შიმშილის ზღვარზე. უფრო კონკრეტულად კი საუბარია იმ კვლევის შედეგებზე, რომლითაც დასტურდება, რომ თითქმის 300,000-მდე ბავშვი დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ისინი გაჭირვებაში ცხოვრობენ იმის ნაცვლად, რომ დღევანდელ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეს ბავშვები ზეიმობდნენ და აღნიშნავდნენ, ამის ნაცვლად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარკვეული გამოწვევების წინაშე უწევთ ბრძოლა. როგორც მოსახლეობა, რიგითი მოქალაქეები ამბობენ, ვისაც ოჯახში ჰყავთ მოზარდები ბავშვები, ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია ქვეყანაში დგას და არაერთი დაპირება მიიღეს ამ ადამიანებმა, რომ ეკონომიკური პრობლემები გაუმჯობესდებოდა, შესაბამისად აღარ იქნებოდა შიმშილის ზღვარს მყოფი მოზარდების ამ მასშტაბის რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ეს დაპირებებად დარჩა და ეს ადამიანები საუბრობენ ასევე იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რამაც განაპირობა ის, რომ ეს ბავშვები არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და როგორც ისინი ამბობენ, ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი ეკონომიკური მდგრადობა. არ აქვთ მათ შესაბამისი ანაზღაურება, რომ მოზარდები და შვილები უზრუნველყონ მათი საჭიროებებით, პირველ რიგში არა მხოლოდ საკვებით, ასევე იმ ძირითადი საჭიროებებით, რაც მოზარდებს აქვთ და ამიტომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის დაპირებები, რაც მათ არაერთხელ მიუღიათ, არის ამ დრომდე შეუსრულებელი. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სირცხველია, რომ ბავშვები სოციალურად დაუცველების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში იზრდება. ეს არის ქვეყნის უბედურება. აი როგორ ფიქრობთ, იზრდება ეკონომიკა ნამდვილად თუ უბრალოდ ციფრებია? აი უბრალოდ ციფრებია. ყველამ თავის ოჯახში შეიხედოს მაცივარში და დარწმუნდება, როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა. ათლიც უნდა შეოდეს და არც ბავშვს. დაუცველებს აქვთ იმდენი დახმარება, რომ აი თავი გააქვთ თვითონ თვემდე რატომღაც. მაგრამ ის არ არის საკმარისი. მე მაგალითად 200 ლარი მაქვს ხელფასი და მუშაობ ბავშვთა პოლიკლინიკაში, მემსახურები ბავშვებს, წრი ბავშვებს. 10 წელს უკეთებ. 200 ლარი უნდა მქონდეს ხელფასი. და ჩემი ხელფასით მე თავს გავიტან. ბავშვები მინდა თქვა, სამი გაყვანა საშუალება არ არის, მაგის რო გავიყვანო. საკმარისი თანხა არ არის, ხელფასებიც არ არის იმდენი. მუშაობ, მაგრამ არ ყოფნის არაფერს. თანახმოვი იქნებოდი უფასო კვებაც რო იყოს ბავშვებისთვის, ცოტა ეკონომიაც რო გაუმჯობესდეს, რა ვიცი. სულ თანახმოვი იქნებოდი ეს თავრობა რო წავიდეს. ბავშვების საჯარო სკოლებში ზიან შივრები. არანაირი მოვლა პატრონობა ამ ახალგაზრდობის მიმართ არ მიმცირდება. ბავშვებს ახლა მიულოცავენ, მივლენ სკოლებში, განათლების მინისტრი თითო ბულკს აჩუქებენ და ეგ არის რა, მეტი რა უნდა გავაკეთო. ერთ ქვეყანაში არის და ჩემს შვილიშვილისა დაბადების დღე. მაგრამ ვერ ვხვდი. გაჭირება რო არის. ერა უგვის. ეგ ნაკლებები არიან. რატო უნდა იყოს ეს არ უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვნახეთ ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სრულიად სხვა რეალობას აჩვენებს ის კვლევები, რაც ტარდება ყოველწლიურად და რომელთაც დასტურდება, რომ არათუ შემცირება, არამედ იზრდება ყოველწლიურად იმ სოციალურად დაუცველთა ადამიანების რაოდენობა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და ამასთანავე ვიხილეთ არაერთი განცხადება, რომ თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა სრულიად სხვა რეალობა დგას დღეს ქვეყანაში. ასევე ამ მიმართულების ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია გარკვეული რიგი ნაბიჯები იქნას ამ მიმართულებით გადადგმული, რომ მოზარდებს, ბავშვებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან იმისთვის, რომ მათ შეძლონ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება და სრულფასოვანი განვითარება. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელოვან, ასე რომ ვთქვათ, გამოსავლად აღიქვამენ იმასაც, რომ თუ მაგალითად სკოლებში უფასო კვება იქნება დანერგილი და ეს პროგრამა ეს ბავშვებისთვის ბევრად სასარგებლო იქნება და ამასთან დაკავშირებით ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი დაპირება ყოფილა გავრცელებული. ისინი ყოველწლიურად შეიძლება ითქვას, რომ საუბრობენ სწორედ ამ უფასო კვების პროგრამაზე, თუმცა ამ დრომდე ეს პროგრამა სკოლებში, სასკოლო პროგრამებში არ არის დანერგილი. ბავშვთა დაცვის დღეს ალბათ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა, რომელზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს სიღარიბეა.
თითქმის 377,000-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაში და დაახლოებით 275,000-ზე მეტი ბავშვი იღებს სოციალურ დახმარებას. ყოველი მესამე ბავშვი შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საუბრობს აბსოლუტური სიღარიბის მონაცემების შემცირებაზე, ის ამას ახერხებს სოციალური შემწეობის სისტემაში უფრო მეტი ოჯახისა და ბავშვის მოცვით, თუმცა ის მიზერული მხარდაჭერა, რომელსაც ოჯახები სოციალური შემწეობის პროგრამაში იღებენ, არის უკიდურესად დაბალი. ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენ ხვდებით ისეთი ვითარებით, სადაც ყოველი მესამე ბავშვი სოციალურ შემწეობას იღებს, ყოველი მეექვსე ბავშვი შიმშილობს, აკადემიური მოსწრება ჩვენი მოსწავლეების არის უკიდურესად დაბალი და რითიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად პერსპექტივას და მომავალს ვართმევთ. ბავშვები ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ხარისხოვანი არიან. მათთვის თავარია ისინი ძალაუფლებაში დარჩნენ და ბავშვები თხრილში დაიღუპებიან, ვთქვათ, მათი აკადემიური მოსწრება დაბალი იქნება, სოციალურ შემწეობას მიიღებენ, შიმშილში იქნებიან. მათთვის ეს პრობლემა არ არის. ჩვენ როცა მინისტრებს ვეუბნებოდით, რომ ბავშვები შიმშილობენ, კონკრეტული პროგრამები დანერგეთ, მათი პასუხი იყო, რომ 4-5-6 წელიწადში ჩვენ ამას ვიზამთ, რაც ცხადია ფარსი იყო. ბავშვთა უფლებების დარღვევა არა ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა, ასევე მათი სიღარიბის ზღვარს მყოფი ბავშვები. ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან დღეს საქართველოში მაცხოვრებელი ბავშვები და ის გამოწვევებია, რომლითაც შეხვდა კიდევ ერთ წელს საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა. სწორედ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, თითქმის 150%-ით არის გაზრდილი ბავშვთა რაოდენობა, იმ ბავშვთა რაოდენობა, ვინც შემწეობას, სოციალურ შემწეობას იღებს.